გამარჯობა. მეხუთე ემოცია. სირცხვილი. სიტყვა სირცხვილი ქართულად გამოხატავს ემოციას ან მდგომარეობას, როდესაც ადამიანი განიცდის უხერხულობას, შერცხვენას ან შინაგან დისკომფორტს, რაიმე საქციელის, ქმედების ან სიტუაციის გამო. ეს შეიძლება იყოს როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი განცდა. სირცხვილი ნებისმიერი დანაშაულის ბუნებრივი ემოციური შედეგია. სირცხვილის მდგომარეობა საუბრობს იმაზე, რომ არის რაღაც, რაც თქვენ არ მოგწონს. ამიტომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ეს რაღაც არ განმეორდეს. ეს არის სიგნალი იმისა, რომ არის რაღაც, რაც გაგრძნობინებთ თავს არასაკმარისად კარგად. ეს პირდაპირ ურტყავს თქვენ თავდაჯერებულობას და გართმევთ მას, ანადგურებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გამოასწოროთ ეს რაღაც და გახდეთ უკეთესი. უნდა იმოქმედოთ. ფსიქოლოგიური კუთხით, სირცხვილი არის ძლავრი სოციალური ემოცია, რომელიც ხშირად ჩნდება მაშინ, როცა ინდივიდს მიაჩნია, რომ მან დაარღვია სოციალური ნორმები ან მოლოდინები. ის შეიძლება ჰქონდეს როგორც კონსტრუქციულ, ისე დესტრუქციული როლი ჩვენს ცხოვრებაში. მოდით დავაზუსტოთ ის ფაქტი, რომ არსებობს სირცხვილის ორი ტიპი. პირველი, რომელიც გეხმარებათ იმოქმედოთ და შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, ანუ კონსტრუქციული, ხოლო მეორე გიქმნით ან ააქტიურებს უკვე არსებულ კომპლექსებს და გიჭერთ ბორკილებს და გაქცევს უმოქმედოს, ანუ დესტრუქციული სირცხვილი. კონსტრუქციული სირცხვილი შეიძლება დაეხმაროს ადამიანს გაერკვეს საკუთარ ქცევაში და შეასწოროს იგი თავისივე მოქმედებებით. დესტრუქციული სირცხვილი კი იწვევს საკუთარ თავზე უარყოფით დამოკიდებულებას, თვითშეფასების დაცემას და იზოლაციას. ადამიანი აბორკილებს საკუთარ თავს და ხდება უმოქმედო ამ დროს, როდესაც არის დესტრუქციული სირცხვილის გავლენის ქვეშ. მოდი კიდევ განვიხილოთ სირცხვილი როგორც ფსიქოლოგიური, ეზოთერიკული და კულტურული კუთხით. თითოეულს თავისი უნიკალური ხასიათი აქვს, თუმცა ისინი ერთმანეთს ეჯახებიან, მაგრამ არის კვეთის და როდესაც ავსებენ ერთმანეთს კიდეც. პირველი ფსიქოლოგიური ხედვა სირცხვილის. სირცხვილი ფსიქოლოგიაში მიეკუთვნება თვითრეფლექსიურ ემოციებს, როგორიცაა დანაშაულის შეგრძნება, ხასიათის სევდა და მარცხის განცდა. ეს ემოცია იბადება მაშინ, როცა ინდივიდს გონია, რომ ის თვითონ არის პრობლემური ან არასაკმარისი. ანუ ეს არაა მხოლოდ ქმედებაზე მორალური შეფასება, არამედ მთლიანად თავისი მესზე გადადის ეს ყველაფერი, რომ მე როგორც ინდივიდს მაქვს რაღაც პრობლემები, ჩემი ბრალია. ასევე ეს ვლინდება ბავშვობაში თუ კი ხშირად წარმოიშობა სირცხვილის გრძნობა მშობლებისგან ან სხვა ავტორიტეტული ფიგურის მხრიდან. გაკრიტიკების ან დაცინვის შემდეგ შეიძლება გადაიზარდოს ეს ფორმა სირცხვილის. სირცხვილის განცდა შეიძლება შედარებით მყარი პიროვნული მახასიათებელიც გახდეს ფსიქოლოგიურად, რაც გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე, ურთიერთობებზე და გადაწყვეტილებებზე ჩვენს ცხოვრებაში. ფსიქოლოგიურად ეს ყველაფერი გადადის მეორად სარგებელში. და რა მეორადი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს სირცხვილს. სირცხვილი ეს მუდმივად ამ ყოფნაში, ამ მდგომარეობაში, ემოციაში ყოფნა გვეხმარება შევინარჩუნოთ სოციალური კავშირები და არ დავარღვიოთ ჯგუფის ნორმები, სოციუმის ან გარკვეული ჯგუფის ნორმები. მაგალითად, სირცხვილი
სირცხვილია უნდა დაეხმარო, სირცხვილია ხმა არ ამოიღო, სირცხვილია ვინმეს წინ არ წახვიდე. ასევე ამ მდგომარეობის დახასიათება შეიძლება ორი როლითაც, ხსნელი ან მსხვერპლის როლი. რომელიც ესე სცენარით გადმოდის, შეიძლება იყოს გადმოსული, სირცხვილია და ასე შემდეგ. სწორედ მისი ჭარბი ან არასწორად შერჩეული ფორმა ადამიანებში ხშირად თვითკრიტიკამ, დეპრესიამ შეიძლება ჩაანაცვლოს, მიიყვანოს შეიძლება ამან ყველაფერე თვითკრიტიკამდე, რომელიც გადადის შემდეგ დეპრესიაში. მეორე სირცხვილი, როგორც ეზოთერიკული ხედვა. ეზოთერიკაში სირცხვილს უყურებენ როგორც დაბალი ვიბრაციების ენერგიას, რომელიც ხელს უშლის სულიერ ზრდასა და შინაგან თავისუფლებას. სირცხვილი არის ეგოს ნარჩენი ემოცია, რომელიც გვაკავებს, რომ ვერ აღვიქვათ საკუთარი ღვთიური ბუნება. ესეთი ჰოკინსის სკალა არსებობს, ამ ცნობიერების სკალა, რომელიც ცნობიერების სხვადასხვა დონეს ზომავს და ემოციების მეშვეობით აკეთებს ამას ეს ზომა, ეს ჰოკინსის სკალა ცნობიერების და სირცხვილი მდებარეობს ყველაზე დაბალ დონეზე. ყველაზე დაბალ დონეზე. რომელიც ტოლფასი ან გრევა უარყოფა მორალური განადგურების. ამ სკალაზე ადამიანის სირცხვილის დროს თავს უღირსად გრძნობს, სირცხვილისთვისაც კი. მისი ტრანსფორმაცია შესაძლებელია სიყვარულის, თვითშეგნების და პატიების გზით. პატიება მიტევების გზით. ეზოთერიკული პრაქტიკები შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც არის მედიტაცია, ენერგეტიკული წმენდა, ჩაკრების დაბალანსება და რაც მთავარია, საკუთარ თავთან მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს და რაც თქმა უნდა ეს ყველაფერი შეგვიძლია ასევე ფსიქოთერაპიულადაც გავიაროთ, მიზნად უნდა ისახავდეს სირცხვილისგან განთავისუფლებას და ენერგიის აწევას, შინაგანი ენერგიების აწევას. ნეგატიურიდან ავწიოთ პოზიტიურ დადებით ენერგიებში. შემდეგი მოდის კულტურული გავლენა, რომელიც ჩემი აზრით უფრო ქართული კონტექსტით ვიტყვი, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს. დღეს რეალობაში და რეალურად. ქართულ კულტურაში სირცხვილი არის ძალიან სოციალური კონტროლის მექანიზმი. ეხლა შეიძლება ჩემი სიტყვები ბევრს არ მოგეწონოთ, მაგრამ სიმართლეს ფაქტს ვერ გავექცევით. ანუ როგორც თქვი, ქართულ კულტურაში სირცხვილი არის ძალიან ძლიერი სოციალური კონტროლის მექანიზმი. ხშირად ასოცირდება ღირსებასთან, სახელთან, წესიერებასთან და ღირსეულ ოჯახთან. გამოხატულია ისეთი ფრაზებით, როგორიცაა სირცხვილია, რას იტყვიან ხალხი. ქალს ეს არ შეეფერება, მამაკაცს არ შვენის ტირილი და კიდევ უამრავი აკრძალვა, რომელიც ასე ვთქვათ, ტრადიციების სახით არის ჩვენს კულტურაში. ასეთი ფორმულირებები იწვევს სირცხვილის გრძნობას არა საკუთარ ქმედებაზე, არამედ იმაზე, რაც საზოგადოებამ დაგიკანონა. ხშირად კი ადამიანი იწყებს საკუთარი თავის უარყოფას, რათა მოერგოს ამ მოლოდინებს, რასაც სოციუმი და საზოგადოება ელოდება მისგან. ქართული კულტურა ტრადიციულად სირცხვილს იყენებს როგორც მორალურ, რელიგიურ და საზოგადოებრივ რეგულატორს. თუმცა მისი ტოქსიკური ფორმა ხელს უშლის პიროვნულ განვითარებას და თვით გამოხატვას, სულიერ ტრანსფორმაციას. როგორც ყველა სხვა ემოცია, სირცხვილიც უნდა დავინახოთ, მივიღოთ, ანუ ვაღიაროთ და შემდეგ დავიწყოთ ქმედება, ანუ ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და გადავდგათ ნაბიჯები. მიღებული სირცხვილი, ანუ გააზრებული, არის სათანადო ემოცია, რომელიც ჩნდება დანაშაულის შემდეგ.
ის გვეხმარებათ მივიღოთ თქვენივე ნაკლოვანებები და აღარ შევხედოთ მათ მომავალში თქვენი აღარ შეხვდებით მას მომავალში თქვენი ცხოვრების გზაზე, როდესაც ამას აღიარებთ, რომ თქვენ პირობითად, ოკეი, სირცხვილია, მაგრამ მე ამას ვაღიარებ. ეს იგულისხმება აქ ყველაფერი. ხოლო მიწებებული, ანუ გარეგანი სირცხვილი, ეს არის საკუთარი თავის თვითგამანადგურებელი ემოცია, რასაც მე ხშირად თვითგვემასაც ვეძახი, რომელიც უფრო მეტად გამოწვეულია გარშემომყოფების ან სოციუმის უარყოფითი რეაქციებით. თქვენ უნდა შეეცადოთ უგულვებელყოთ ეს გზნობა, რათა არ დაიწიოს თქვენივე თვითშეფასება. იყავით ჯანმრთელები და გაბედეთ, იაროთ საკუთარი მიზნისკენ. სირცხვილის გარეშე. და გახსოვდეთ, რომ გამოვალი მდგომარეობა არ არსებობს, რადგან თქვენ უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე თქვენი პრობლემები. მადლობა.